მამიდამ, რომელმაც საკუთარი ძმისშვილი დაწყევლა მიწის ნაკვეთის გამო, ჯადო გაუკეთა, არაერთი, დღეს სიკვდილს ებრძვის და ორივე ფეხი დამტვრეული აქვს. ძალიან ჩქარა ვისაუბრებ, რადგან ჩავეტიო 3 წუთში. მომაკითხა ჩემმა კლიენტმა კალიფორნიიდან, მაქვს ამის თქმის უფლება, რომ გაიკეთებინა თავისთვის დაცვა და წმენდა და გაიკეთა კიდეც. ასევე მითხრა, რომ ჩემ ძმას აქვს ძალიან დიდი პრობლემები, ყავს საყვარელი, რომელიც უკეთებს ძალიან ბევრი ჯადოს და ასევე საკუთარი ნათესავები, მაშინ არ უთქვია ვინ და როგორ, ჯადოს გვიკეთებენ და დაეხმარეთ, გაწმინდეთ. ამ კაცს ჰქონდა ისეთი პრობლემები, რომ პოტენციის პრობლემები, მე მას რომ გავესაუბრო, ცოლთან არ ჰქონდა კავშირი, ბოლოს საყვარელთანაც არ ჰქონდა კავშირი, თავის მოკლის მცდელობები ჰქონდა, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად არეული იყო, მიეძალა სმას, მარიხუანას და ასე შემდეგ. შენებელი ბიზნესმენი კაცი გაუბედურდა. მოკლედ, ფეხზე დავაყენე ეს ადამიანი ზუსტად 21 დღეში, დიდი მადლობებით და დამგადაუხადა ფული და მე ვუთხარ, რომ თქვენ რადგან ამას ნათესავები გიკეთებენ ამდენ ცუდ რამეს, ძალიან გთხოვთ, გაიკეთეთ დაცვა, იმიტომ რომ ხვალდაზე ეგ საყვარელი, სახში უვარდებათ, წარმოიდგინეთ, ცოლს ეუბნება, რომ გამოდი სახლიდან, მე ვარ ამის ცოლი და ეგეთი საყვარელი წარმოიდგინეთ, რამდენ რამეს გაგიკეთებს კიდევ და პარალელურად შენი საკუთარი მამი და გლანძღავს და არ ვიცი, საგურამო არის დაწყევლილი მართლა რომ მიწის გამო ადამიანები დედმამიშვილებიც კი ერთმანეთს ხოცავენ, გაოცებული ვარ, ოღონდ მართლა. მოკლედ, როდესაც დავასრულეთ წმენდა, ამ მამაკაცმა მითხრა, რომ აი მამიდამ გამომიგზავნა ვოისი, რომ შენ ნახე რა გიქნა, თუ შენ მაგ მიწას არ დამიბრუნებ თუ გადმომიფორმებ თუ არ ვიცი რაზე ქონდათ დავა, ნახე შენ თუ მანქანით რა მოტარიალდე და რა მოგივიდეს და ნახე შენ რა მოგივა. რა თქმა უნდა, მე ვუთხარი, რომ გაიკეთეთ დაცვა, დაცვის გარეშე, მე პასუხს არ ვაგებ, კი წმენდას ვაკეთებ, მაგრამ მე რა ვიცი თქვენ ვინ რას გაგიკეთებთ. მოკლედ, დამითხრა, რომ მე რაღაცა წავიჩხუბე, ფული დამიხარჯა, გავუგზავნე რაღაცა, მე მაგას დაცვას არ გავუკეთებ და თვითონ, თუ გაიკეთა, თუ არა და მე მაგას არ გავუკეთებ, იმიტომ რომ ნაჩხუბი ვარ. ერთ სიტყვით ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ დამირეკა დამ და მითხრა, რომ ჩემი ძმა მოყვა ავარიაში, მამიდამ დაწყევლა და სახლში ვიპოვეთ ჯადოს კვერცხები, კვერცხები მოუქმედებს პოტენციაზე, უბარაქობაზე, 1000 რამეზე, კიდე ვინ იცის, რა გაუკეთეს და გთხოვთ დაგვეხმაროთ. რადგან ხელთავიდან სჭირდება წმენდა და რა თქმა უნდა, დაცვა. მეგობრებო, არა მარტო სხვა ადამიანები არიან თქვენი მტვერი, გაითვალისწინეთ და იცოდეთ, რომ პირველი ვინც გყავთ მტვერი, ეს არის თქვენი მეგობრები, ვინც თქვენს გარშემოა და თქვენი ნათესავები. ახლა საკუთარი მამიდა, რო გლანძღავს, წყევლის და ჯადოს გიკეთებს, რაც დადასტურებულია არაერთხელ, რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ.